თქვენ თუ იცით რომ მოღალატე ცოლი არ არსებობს. არსებობს უბრალოდ სირი ქმარი. ახლა რატო? ამან ცოტა შორიდან უნდა დავიწყო ეგ. ყველა ვიცით რომ ანატომიურად მამრობით სქეს, გინ ცხოველს, გინ ადამიანს შესაძლებლობა აქვს წელიწადში მრავალჯერ გაანაყოფიეროს დედრობითი სქესი. და დედრობით სქეს მაგალითად ცხოველების შემთხვევაში შეუძლია 3 თვეში ერთხელ შობოს, შეუძლია 9 თვეში ერთხელ, 10 თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ. ცხოველებიდან გამომდინარე რომელიც არის. ადამიანს 9 თვეში ერთხელ, ხო? და რადგანაც შესაძლებლობა ასეთი აქვს ანატომიურად, დედრობიც ისეთი და მამრობიც სხვანაირი, აქედან გამომდინარე ინსტინქტურად მამრობითი სქესი აძლევს უფლებას თავს, ყავდეს მრავალი დედრობითი სქესი. ეგ ცხოველების შემთხვევაში. და ადამიანის რადგანაც თავდაპირველად ინსტინქტის ზონეზე მოქმედებდა, მაგალითად ბავშვი რო იბადება, ხო ინსტინქტის გამოჭამს. იმისთვის ხარ უსწავლები არავის ჭამა. მასში არის ინსტინქტი ჩარჩენი და ამიტომ აძლევს კაცი თავს უფლებას ადვილად რომ უღალატოს ცოლს. და როცა უღალატოს ბედნიერი ამით, ვაფშე არა უბედური. და ქალს მიზეზი არ ჭირდება, ქალს ჭირდება დიდი მიზეზი, რომ ეგ ნაბიჯი გადადგას და ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გაორება ემართება, ძალიან სულ დღეში ვარდება და რა ვიცი რაღაცა პერიოდის მერე გადალახავს და ეგუება ბოლოს. ამიტომ რთულია ქალისთვის ეგ ნაბიჯის გადადგმა. და ამიტომ ჭირდება მას დიდი მიზეზი და კაცისთვის ადვილია. ვიღაცები რომ ბოდიალობთ კაცის და ქალის უფლება ერთიაო. ერთი თუა, რატო არ არსებობს ქალების ბარდელი, სადაც მივლენ და კაცები არიან წამოწოლილი ტახტებზე და მივახალი და გადაუძაღლებს ვიღაცა კაცი. არსებობს კაცებისთვის, ხო? მივა ქალებია და ლეგალურია თუ არ არალეგალური, რა მნიშვნელობა ხო არსებობს. ანუ ხო არ გამოდის საბოლოო ჯამში ერთი და იგივე უფლება. მაშინ მოითხოვეთ ეგაც, თუ ძალიან ერთი და იგივე უფლება გონიათ. ვისაც გეხებათ რა, მოკლედ. ქალის და კაცის ახლა ცნობიერებიდან და რაღაცა იმიდან გამომდინარე მორალიდან გამომდინარე კი ბაზარი არა ერთ და იგივეა სიტყვაზე ღალატი, მაგრამ რადგანაც ინსტინქტის ზონეზე სხვადასხვა, ამიტომ კაცისთვის ადვილია. ქალისთვის რთული. და ქალი როცა ამ ნაბიჯს დგამს, მას აქვს უზარმაზარი მიზეზი, მეთქი რო თქვი. ეს უზარმაზარი მიზეზი მოდის ქვრიდან. ვერ დამისახელებთ იმ მიზეზს, რომელიც გაამტყუნებს ქალს. კონკრეტიკაზე რომ მივიდეთ, აი ყველაზე ცუდი მიზეზი რო თქვა და გაუმაზღარია ქალი და რა ქნას. გაუმაზღარი თუ იყო, ვინ მოყავდა სულად, რატო არ იცოდა კაცმა? და ასე შემდეგ, მოკლედ. ეს ყველაფერი მოდის უნდობლობიდან, გაუმხელებლობიდან, ანუ რომ ვერ ამბობენ, ვერ უბედავენ, რაღაცა ხო შეიძლება იყოს ისეთი. და აქედან გამომდინარე იწყება ყველაფერი მერე. ამიტომ როცა ქალი სხვასთან მიდის, ამას ძალიან დიდი მიზეზი აქვს და ეს მიზეზი მოდის კაცისგან. როცა კაცი ღალატობს, მოკლედ ცოლს არის კაცის ბრალი, როცა ქალი ღალატობს კაცს, ისიც კაცის ბრალია. ბიჭო, ცოლმა როგორ უნდა გიღალატოს, ეგ როგორ უნდა გაგიბედოს და თუ გაგიბედა და ეს თუ გაიგე, კი უნდა გაშორდე და კი უნდა დაუწყო რაღაცა ცემატყება და მოკლა. ბოდიში მოუხადე, ბიჭო. ეს რო გამიბედე თქვა, აი ამაზე მოუხადო და ბოდიში. არ ვიცი ახლა ბევრ შეიძლება მოხდა, შეიძლება არ მოხდა ვიღაცამ შეიძლება გამომიხდეთ ახლა კაცმა და ქალმას და დამიწყოთ რაღაცები და თქვენ ადრე თქვი ვიდეოში პასუხისღიცას არ გახდით მეთქი და იგივეს ვიტყვი ახლა თქვენზე. არც თქვენ არ ახართ პასუხისღიცები, რაც გინდა დაწერეთ, ვისაც აგეწვებათ. ცოლმა როგორ უნდა გიღალატოს ბიჭო და თუ გიღალატა ბოდიში მოუხადე რომ შენ იყავი ამის მიზეზი. გამიგეთ? ამიტომ ქალებო, ვისაც გააქვთ ეგ ისტორია და ვის იცანით თქვენი თავი ახლა ამ სიტუაციაში, ეგ თქვენი ბრალი არ არის. არის თქვენი სირი ქმრების ბრალი. და ამიტომ მაგაზე არ ნერვიულობთ. რა თქმა უნდა, ჯობდა არ გააკეთათ, მაგრამ რადგანაც გააკეთეთ, დაიგიდეთ რა. ჯობდა იმიტომ რომ მასეთი ქმარი არ ყოლოდა. აი ამით ჯობდა, თორე თქვენი ბრალი არ არის. გამიგეთ ხალბატონებო, მოკლედ 8 მარს გილოცავთ.